დალოცვილი ღამე, დაბადება შუამავლისა. ძვირფასო მორწმუნენო, მომავალი კვირა შუამავლის დაბადების ღამეა. ამ ღამეს დაიბადა ისლამის შუამავალი, რომელმაც გვასწავლა ისლამი, გაავრცელა ჭეშმარიტი სარწმუნოება, გვაჩვენა გზა სწორად ცხოვრებისა და საუკეთესო მაგალითებით ამ ქვეყნიურ და საიქიო ბედნიერებას გვაზიარა. უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავთ ღვთის წინაშე, რომელმაც კიდევ ერთხელ მოგვმადლა წყალობა დავესწროთ ამ ძვირფას ღამეს და ასევე ვესალმებით და ვლოცავთ ძვირფას შუამავალს, მის ოჯახს და მის მეგობრებს. ძვირფასო მორწმუნენო, ხოტბის დასაწყისში წაგიკითხავთ აიათს, რომელშიც უზენაესი გამჩენი ბრძანებს. ჰეი შუამავალო, უეჭველად ჩვენ წარგზავნეთ მოწმეთ, მახარებლად და შემგონებლად და მომწოდებლად ალაჰისკენ, ნებითად ვისა და მანათობელ ლამპრად. ჰადისის მიხედვით კი შუამავალი გვამცნობს: მე მუჰამმედი ვარ, აჰმედი ვარ, შუამავლის გზაზე მავალი და ადამიანთა შემკრები. მე მონანიების შუამავალი ვარ, მე წყალობის შუამავალი ვარ. ძვირფასო მორწმუნენო, ჩვენი ცხოვრების უმაგალითო გზამკვლევი ყურანია და სუნა შუამავალმა შეგვასწავლა. ძვირფასო მორწმუნენო, ჩვენი ცხოვრების უმაგალითო გზამკვლევი ყურანი და სუნა შუამავალმა შეგვასწავლა. მან გვასწავლა სიყვარული, მეგობრობა, თავდადება, სიკეთე, სათნოება და მან გაგვაცნო სამართლიანობა და საუკეთესო ზნეობა. მან გვიჩვენა ის გზა და საქმენი, რომლებიც სამოთხეში მიგვიყვანს. ჩვენი გულები და რწმენა მან გააერთიანა. ჩვენმა ცხოვრებამ მის მიერ ნასწავლები მოძღვრება კვალ და კვალ შინაარსი შესძინა დიდი და ამით ცხოვრებას დიდი აზრი მისცა. ძვირფასო მორწმუნენო, დღეს, როდესაც ჩვენი ადამიანური და სულიერი ღირებულებები ფეხ ქვეშ ითელება და გარშემო წარმოუდგენელი შეუწყნარებლობა ზვინვარებს, ერთადერთი ხსნა და საშველი შუამავლის მოძღვრების მიმართ გულის ხმიერების გამოჩენაა. მასზე მინდობა და მისი გზით ცხოვრება. ამ ყველაფერს კი უპირველეს ყოვლისა შუამავლის უკეთ გაცნობა და მისი ცხოვრების უკეთ შესწავლა სჭირდება. შუამავლის უდიდესი მემკვიდრეობა, რომელიც მან დაგვიტოვა, ყურანია. მან ასევე დაგვიტოვა სუნა, რომელიც ჩვენ ცხოვრების გზას გვინათებს. მივყვეთ ორგანს და საუკეთესო ზნეობას ვეზიაროთ. თუ ასე მოიქცევით, ჩვენი ცხოვრება იმ ბედნიერების ხანაში ცხოვრებას დაემსგავსება. ამ ქვეყნიური ცხოვრება სიმშვიდით აღივსება, საიქიოში კი სამოთხით გაგვიბასმიცლდებიან. ძვირფასო მორწმუნენო, როგორც ყოველთვის, წელსაც მომავალი კვირა შუამავლის დაბადების კვირეულია და ჩვენ, მუსლიმები, ამ დღესასწაულს წელსაც აღვნიშნავთ. წელს განსაკუთრებული ყურადღება და ეთმობა შუამავლის და თავდადებული საზოგადოების საკითხს. თავდადება ადამიანს
ღირსებას მატებს, ხოლო საზოგადოებას სიმშვიდესა და ბედნიერებას მოუტანს. როგორც ყველა სხვა საკითხში, თავდადების საკითხშიც შუამავალი საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. მან თავისი ცხოვრებით კაცობრიობას თავდადების უბადლო მაგალითი აჩვენა. ამ კვირეულის ფარგლებში გავიხსენებთ შუამავლის ცხოვრებიდან უამრავ მაგალითებს, სადაც მისი თავდადება ჩანს. ის ყველას მიმართ ყურადღებიანი და მიმტევებელი იყო. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენებთ იმ პირობას, რომელიც ოდითგანვე გამჩენის წინაშე გვაქვს დადებული და ამ პირობას, როგორც წესი, განვაახლებთ ხოლმე. ამრიგად, გილოცავთ შუამავლის დაბადების ღამეს და უზენაეს გამჩენს ვევედრებით ჩვენი ერის სრულიად ისლამური სამყაროსი და მთელი კაცობრიობისათვის სიკეთის მომტანი ყოფილიყოს.